გორელმა პარასპორტსმენმა ლევან მახათაძემ რუმინეთში გამართულ პარამკლავჭედის ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მახათაძემ მარჯვენა მკლავით შეჯიბრებაში უკრაინელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება მარცხენა მკლავით ასპარეზობას, მან წარმატებით დაძლია უკრაინელი, სლოვაკი და ქართველი სპორტსმენები, თუმცა ფინალში სლოვაკ მეტოკესთან მარცხით ვერცხლის მედალს დაჟერდა. აღსანიშნავია, რომ ლევან მახათაძე პარამკლავჭედში ორგზის მსოფლიო და ევროპის სამგზის ჩემპიონია. სპორტსმენი ამჟამად ინტენსიურად აგრძელებს ვარჯიშს და ემზადება სექტემბერში ბულგარეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. რუმინეთში კლუშში ჩატარდა პარამკლავჭედში ევროპის ჩემპიონატი. მე ჩემპიონატი შეძლო მოვიგე მესამედ. ვარ ძალიან გახარებული, ბედნიერი იმით, რომ ჩემი ერი, ჩემი ქვეყანა ვასახელე. ჩემპიონობამდე მე ჩავატარე 4 შეხვედრა მარცხენა ხელში და 2 შეხვედრა მარჯვენა ხელში. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩემპიონატზე კონკურენცია იმატებს. მოგდებენ კონკურენტები უკან და არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების მოშვების საშუალება. საბოლოო ჯამში შრომა დაფასდა, რითაც მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენიმე ხანში უკვე დავიწყებთ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც გაიმართება ბულგარეთში და იქაც შევეცდები, რომ კარგი შედეგი დავდო. დიდ მადლობას მოვხდი ყველა ჩემ გვერდში მდგომებს, პირად ტრენერებს, ბატონ არსენ შოშიაშვილს, რომელიც თბილისში მოვარჯიშებს, აგორში ფიტნეს კლუბ დიდგორის წარმომადგენელს, ნოდარ გოგინაშვილს და ყველას, გრიგორ ზურაბიანს და ასე შემდეგ.